ქართული ოცნების პარლამენტს საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს, რომლის შედეგად მედიებისთვის სასამართლო სხდომების გაშუქება იზღუდება. კანონ პროექტს ოცნების პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან 2025 წლის საგაზაფხულო სესია 27 ივნისს სრულდება. შესაბამისად, მომავალი კვირიდან სასამართლოს შენობასა და დარბაზში, ასევე ეზოში ფოტო-ვიდეო გადაღება დაუშვებელი იქნება. ამის უფლება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ექნება. კერძოდ, საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის თანახმად კანონის 131 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: სასამართლოში ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო, სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო, კინო და ვიდეო გადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლოს სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით. ასევე აუქმებენ ამავე მუხლის მე-7 პუნქტს, რომლითაც დღეს ნებადართულია სასამართლოს ეზოსა და შენობის დერეფანში ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიო ჩაწერა და ეთერში გადაცემა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. დაუშვებელია სასამართლოს მიერ დადგენილი წესით სასამართლოს შენობაში შესული პირებისთვის პირადი ნივთების, მათ შორის მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო, კინო, ვიდეო ან და აუდიო საშუალებების ჩამორთმევა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ამ შეზღუდების მიზეზი კონკრეტულად არაა განმარტებული. იმისთვის, რომ ერთი მხრივ უზრუნველყოფილი იყოს მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელება და ხელი არ შეეშალოს სასამართლოს სხდომების მიმდინარეობას, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფილი იყოს სხდომების ღიაობა, მიზანშეწონილია 131 მუხლში განხორციელდეს ცვლილება, წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. ასევე საკანონმდებლო ცვლილებებით დაინტერესებული პირის ცნება ფართოვდება. ახლა ეს პირი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ის, ვინც უშუალოდ დაინტერესებულია საქმის შედეგით, არამედ ნებისმიერი პირი, მაგალითად თუ ვინმე დაინტერესდება მოსამართლისგან პასუხის გაცემით სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ, ეს შეიძლება ჩაითვალოს არასათანადო კომუნიკაციად და დასჯადი იქნება. ნებისმიერი ფორმით სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა იკრძალება, მათ შორის შეიძლება მოვიაზროთ მოსაზრებების გამოთქმაც, რომელიც შეიძლება მიიჩნიოს სასამართლოს დამოუკიდებლობის დარღვევად. იკრძალება ნებისმიერი სახის ზემოქმედება მოსამართლის მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ და მანამდე. ეს შეიძლება მოიცავდეს განცხადებებს, კითხვებს ან რაიმე ფორმით საჯარო გამოხმაურებებს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვნად ფართოვდება ასევე სასამართლოს უპატივცემულობის ცნება, ნებისმიერ საჯარო სივრცეში სასამართლოს ან მოსამართლის მიმართ გამოთქმულმა აზრმა ან პროტესტმა შეიძლება გამოიწვიოს პასუხისმგებლობა. აღნიშნულ ცვლილებებზე ვსაუბრობ სტუმრებთან ერთად: მაია კოპალეიშვილი, პარტია ახალის პოლიტსაბჭოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი, დსთ-ს პროფესორი და კახა კოჟორიძე, ადვოკატი არიან საქმიან დილას სტუმრები. დილამშვიდობის, მოგესალმებით ხალბატონ მაია. კახა, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის. კახა კოჟორიძესთან დავიწყებ შეკითხვით, რადგან დაახლოებით 10 წუთში უნდა გავუშვათ ეთერიდან, რადგან სასამართლოს სხდომა იწყება. კახა, თქვენი შეფასება პირველ რიგში ზოგადად ცვლილებებთან დაკავშირებით და შემდეგ რაღაც კონკრეტიკაც შეიძლება რომ მოვასწროთ, რისთვის ასე ვთქვათ ხდება ამ ცვლილებების განხორციელება კანონში. მოგესალმებით. მთლიანობაში ეს ცვლილებები რო შევაფასოთ, ეს არის ვფიქრობ ბრძოლა იმ ნაკლთან, რომელიც ამ ხელისუფლებას სასამართლო სისტემაში განსაკუთრებით ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებზე წარმოაჩენს ხოლმე საზოგადოების თვალში და იმ პრობლემასთან, რომლის მოგვარებას პროპაგანდამ როგორც არ უნდა მოინდომოს, შეუძლებელია. შეუძლებელია ჩვეულებრივი რიგითი ადამიანისთვის ვერ დაინახოს ის სასამართლოება, ის მანკიერის სახე, რასაც სასამართლო ასეთ ტიპის საქმეების განხილვის დროს წარმოაჩენს ხოლმე. და ეს არის ჩვეულებრივი სარკესთან ბრძოლის, ასე ვთქვათ, გამოხატულება, ნაცვლად იმისა, რომ დავიხედოთ სარკეში და დავინახოთ ის ნაკლი, რაც სახეზე გვაქვს, ამის ნაცვლად გვინდა, რომ სარკე გადავღებოთ მუქად, რომ საერთოდ ჩვენი ნაკლი აღარ გამოჩნდეს. აი ეს არის მე საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა უკვე სასამართლოსთან ურთიერთობის წინა ხელისუფლების პერიოდიდან მოყოლებული და მაშინ როცა ისინი ახალი ხელისუფლებაში ან ახალი მოსახლეები იყვნენ, მაშინ ღია იყო პროცესები, მაგრამ მერე რაც უფრო მანკიერად ხდებოდა საქმეების განხილვა, უფრო და უფრო დაიხურა სისტემა და ეს ცვლილებები ზუსტად არის მაშინდელი დახურული სისტემის პრაქტიკულად ერთ-ერთში გამოხატულება. ზუსტად მაშინაც მე არ ვამბობ იმას, რომ დღევანდელი ცვლილებები სრულად უხურავს სასამართლოს, მაგრამ ხდება მოსამართლის დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. და მაშინაც ზუსტად ესე იყო, თითქოს იყო შესაძლებლობა, რომ
გაღებულიყო ფანჯარა და ჟურნალისტებს დაინტერესებულ საზოგადოებას მოეხდინათ დაკვირვება სასამართლო პროცესების, მაგრამ მოსამართლე ამას პრაქტიკულად არასოდეს არ აკეთებდა. ახლა იგივე გამეორდება, დაიხურება ეს სისტემა და დახურულ სისტემაში და დახურულ ადგილას როცა ფანჯრები დახურულია, იმოთ ახლა ბაქტერიები უფრო მეტად მრავლდებიან და რა თქმა უნდა ესეთი სისტემები, ესეთი დახურული სისტემა კიდევ უფრო მეტ მანკიერებას მოუწევს ქართულ მართლმსაჯულებას, იმიტომ რომ საზოგადოებრივი კონტროლით შემცირდება ბუნებრივია მხოლოდ ადვოკატები, ალბათ არ მოვა იგრო რომ ადვოკატებსაც აუცილებლად პროცესზე მისვლას. ხო? და მე რისით თქმა მინდა რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები რა თქმა უნდა ვერ მოემსახურება მართლმსაჯულების ინტერესს, ეს არის პირიქით იმის სამსახურში რომ დახურულ სისტემაში კიდევ უფრო მეტი მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული. დიახ, თქვენ ახსენეთ რომ კი ბატონო ბოლომდე არ იხურება, რჩება ასე თქვათ სივრცე, მაგრამ რაცა უნდა პრინციპები თქვათ რაღაცნაირად გაიწეროს კანონში, მთავარია ვინ მართავს ასე თქვათ. ვის აქვს ბერკეტები მართვის ამ შემთხვევაში და უნდა ვენდოთ თუ არა. გამარტებით ბართ საინტერესო პუნქტი წერია ერთი რომ სხდომების ღიაობა რომ იყოს უზრუნველყოფილი, ამიტომ ხდება ცვლილებებიო რაღაც მე მგონი ცოტა პირიქით ასე თქვათ ამბავია. ამ შემთხვევაში არ ვიცი რა შეიძლება იყოს ადვოკატების, იურისტების პასუხი, როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში მოქმედება, პრინციპში ძალიან მალე იქნება კანონპროექტი მიღებული, იმიტომ რომ როგორც ვახსენე 27 ივნის უკვე საგაზაფხულო სესია სრულდება. ნახეთ, ახლა აქ რო იყოს ნორმალური საკანონმდებლო პროცესი, ხო, აი მარტო ოპოზიცია კი არა, დაინტერესებული საზოგადოება, მათ შორის ადვოკატთა წრე უნდა იყოს ჩართული მსგავსი ტიპის საკანონმდებლო სიახლეების განხილვას. მაგრამ ვითარ გარემოვათა გამო გასაგებია, რომ ახლა ადვოკატების ჩართულობას, ან დაინტერესებული პროფესიული საზოგადოების ჩართულობას ამ საკითხში პრაქტიკულად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გაჩქარებული წესით გადაწყვეტეს ესეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა და ვინც რა მოხაზრება არ უნდა გამოთქვას, არ ვიცი, სოფლიოს ნებისმიერ საუკეთესო უნივერსიტეტიდან პროფესორმა თავისი დათვნა გამოაგზავნოს, ვერ იქონიებს გავლენას უკვე გასაგებია, ხო, რაც ხდება ამ საკანონმდებლო პროცესზე. შესაბამისად, ახლა რომ გითხრათ, აი ადვოკატების შეიკრიბებით და ამ საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით ჩვენ პოზიციას დავაფიქსირებთ, ანუ პრაქტიკულად ამან რაღაც კუთხით აზრი დაკარგა. თუმცა მე მაინც მინდა რომ დავაფიქსირო ეს პოზიცია და რა თქმა უნდა პროცესზე ამ ცვლილებების შემდეგ პროცესზე შევალდა ჩვენ საქმეს გავაგრძელებთ, მაგრამ სამწუხაროდ საზოგადოებას არ ექნება საშუალება რომ დააკვირდეს მიმდინარე პროცესებს, დააკვირდეს იმ ბანკიერ მე არ ვამბობ რომ ყველა საქმე სასამართლოში არასწორად იხილება. მე მაქვს სხვადასხვა ტიპის საქმეები და არაერთი საქმე კარგად ხდება მაგ საქმის განხილვა, მაგრამ როგორც კი პოლიტიკური კონტექსტის საქმეების განხილვა ხდება, ან რაღაცა განსაკუთრებით მსხვილი ბიზნეს ინტერესია, იმ საქმეებში სასამართლო აჩვენებს ხოლმე თავის ვილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სამართლიან სახელს და მე მარტივ კითხვას ვთქვა, ეს თუ მართლაც ღიაობას ემსახურება და მართლმსაჯულების ინტერესებს, მარტივი კითხვა დავთვალოთ, ხო, აი ხალბატონი მაია მოსამართლეა ყოფილი და ნებისმიერ აი მოსამართლის გადმოსახედიდან რო შევხედოთ ამას. მე თუ სამართლიანი, მე თუ დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთის და სახელმწიფოს წინაშე და განსაჯელების წინაშე სამართლიან გადაწყვეტილებას მივიღებ და სწორად განვიხილავ საქმეს. მაშინ რატომ უნდა დავიმალო, რატომ უნდა მეშინოდეს რომ თქვამ დაინახოთ მე როგორი კარგი ვარ, ხო? რატომ ხურავთ მაშინ სისტემას? მე მახსოვს აი წლების წინ სასამართლო ღიაობის საკითხზე, როცა იყო მსჯელობა და დისკუსია, მაშინ უზენაეს სასამართლოში ერთი განსაკუთრებულად კარგი მოსამართლე იყო ნათია ციხე-პლატე, რომელმაც თქვა ესეთი რამე, რომ ნეტა ჟურნალისტები ჩემს ყველა პროცესზე დადიოდნენ და დაინახონ მე რა გადაწყვეტილებებს ვიღებ და რა როგორ ვიხილავ საქმეებს. და დიახ, კარგი მოსამართლე, სამართლიანი მოსამართლე ყოველთვის უხარია, პირიქით უხარია, როცა ჟურნალისტი ის პროცესზე შედის, იმიტომ რომ მას შესაძლებლობა აქვს თავისი სამართლიანი დამოკიდებულება, თავისი სწორი დამოკიდებულება
კანონთან, განსაჯელთან, სახელმწიფოსთან, იმიტომ რომ მოთამართე სახელმწიფოს სახელი, საკუთარი სახელი კი არა. ეს პროცესი თან ხო უზრუნველყოფს იმას, რომ საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ახლოს იყოს ეს სისტემაც, ხო, ეხლა ცალკე ხო არ დგას საზოგადოების რაღაცა ნაწილის ნდობა გაიზარდოს, შესაბამისად რაღაცა კომპეტენციაში დარწმუნდეს, არ ვიცი, ბევრი რამის მიღწევა შეიძლება ღიაობით, რაღაც სასამართლო პროცესების გაშუქებით და ანუ სწორი, ასე ვთქვათ, სამართლებრივი სისტემით ამ ნაწილში. მარტო ღიაობას და ინტერესზე ხომ არ არის აქ რაღაცა ნდობის გაზრდაზეც არის საუბარი და იმაზეც, რომ საზოგადოება მიგრძნოს, რომ სასამართლო სისტემა, რომელიც იდეაში სამართლიანობის უზენაეს წერტილს უნდა ემსახურებოდეს, მის გვერდში დადგება თუ მას დასჭირდება ეს ყველაფერი, ხო და იქ მართლა შეჯიბრებითობის პრინციპი იქნება და არ ვიცი, მოკლედ თავის სიმართლის დამტკიცებას მოახერხებს. თან რა არის, იცით, ანუ ეს გზა ჩვენ ხო გავლილი გვაქვს უკვე. რა მე გავიხსენე წინა ხელისუფლების დროს, ზუსტად ეს გზა იყო გავლილი და როცა უკვე სასამართლო სისტემა დაიხურა ზუსტად ანალოგიური ტიპის კანონპროექტით, რომელიც ახლა არის ინიციირებული, აი ამის შემდეგ განსაკუთრებით კონვეირული სისტემით მოხდა განაჩენების ჩამორიგება ათასობით ადამიანისთვის და იქ არ იყო სამართლიანი სასამართლოს განხილვა უზრუნველყოფილი. მაშინვე საიაში მუშაობდა და პროცესებზე მიწევდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სახელით არაერთ ახმაურებულ საქმეზე მონაწილეობის მიღება და ზუსტად ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მაშინ სასამართლო იყო უსამართლო, იყო სწორედ ის, რომ საზოგადოების კონტროლი ვერ ხორციელდებოდა. გინდა თუ არ გინდა მოთამართლე მაინც არის შეზღუდული აი ამ საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმით. და ჩვენ ახლა რათაც ხედავთ და რაც სასამართლო სისტემაში არ მოგვწევს, აი ეს გაათმაგდება, პრობლემები გაათმაგდება, როგორც კი ეს სისტემა დაიხურება. მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაცისთვის სწორედ ეს არის მიზანი, იმიტომ რომ მე არ ვფიქრობ იმას, რომ ეხლა რასაც ჩვენ საუბრობთ, ვერ ხდება გაცნობიერება მეორე მხარისაგან, რომ ეს პრობლემურია, სასამართლოთვის პრობლემურია, სახელმწიფოსთვის, იმიტომ რომ ამას მარტო ესე მინდა უფლებრივი გამოხატულება არ ექნება, ამას ეკონომიკური გამოხატულებაც და გავლენაც ექნება, იმიტომ რომ როცა ნებისმიერი სახის ინვესტორი მოდის სახელმწიფოში და უნდა მას განსაკუთრებით თვლის ინვესტიციაზე როცა არის საუბარი, ინვესტიციის განხორციელება ბუნებრივია ერთ-ერთი პირველი რასაც ის უკვირდება არის სასამართლო სისტემის გამართლად ფუნქციონირების შესაძლებლობა და როცა ყურავს სისტემას სასამართლო მისი დაცულობის გარანტია, ვისთან უნდა დაალაგოს, ასე ვთქვათ, უცხოელმა ინვესტორმა ურთიერთობა, ხო, თქვა პრემიერ-მინისტრის დონეზე რომ დაალაგოს, ეს არ იქნება გარანტირებული, რატო? იმიტომ რომ აი ნახავთ, ხო, ჩვენ კონკრეტული ადამიანი გახარია, რომელიც ერთ-ერთი გავლენიანი პრემიერ-მინისტრი იყო, შეიძლება მას დასაჭერად გაუხდეს საქმე. ანუ რატო ამბობ ამას, რომ ინვესტორს თუ ვინმე შეიძლება დაცულობის გარანტიას უქმნიდეს, ეს არის სასამართლო სისტემა და ჩვენ სასამართლო სისტემას თუ არ ავაშენებთ ისევ იცით როგორი სახელმწიფოს ინტერესებს სჭირდება და საზოგადოების ინტერესებს, მაშინ ჩვენ ვერც ეკონომიკურად და ვერც სხვა მხრივ განვითარების შანსი არ გვექნება. სამწუხაროდ ეს კლებები არის ძალიან დიდი უკან გადადგმული ნავი. კი ბატონო. მადლობა, კახა კოჟორიძე იყო ჩვენთან ერთად, იურისტი, ადვოკატი, მას ვემშვიდობებით. სტუდიაში ვინაცვლებთ ქალბატონ მაიას და ქალბატონ მაია, მადლობა მოთმინებისთვის, გაგებისთვის, რომ ბატონ კახა სასამართლო პროცესი ქონდა. კი ბატონო, ჩვენც ღიაობის ნაწილი დავიწყოთ, ცვლილებები რაც შედის და შემდეგ არის კიდევ ბევრი ცვლილება, რომელიც შეიძლება რომ პუნქტობრივად განვიხილოთ თქვენთან ერთად. ღიაობის ნაწილი мотиваცია ალბათ თქვენთვისაც იგივე იყო, რატომ კეთდება ეს, რა შედეგამდე შეიძლება მივიდეთ, რატომ კეთდება თქვენს მითხარით და რა შედეგამდე შეიძლება მივიდეთ აი ამ ცვლილებებში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები მაყურებელს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეს ცვლილება, რომელსაც ანხორციელებს ქართული ოცნების ეს არალეგიტიმური ხელისუფლება, არის მთლიანად რეპრესირებული და მიმართულია პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც გარკვეულ ოპონირებას უწევს ხელისუფლებას მათ ქმედებებში. სხვათა შორის ჩვენ ამასთან დაკავშირებით არ უნდა გამოგვრჩეს სახელმწიფო დეპარტამენტის სრულ ახალი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ღრმად შეშფოთებას გამოხატავენ, რომ საქართველო აგრძელებს, საქართველოს დღევანდელი არალეგიტიმური ხელისუფლება აგრძელებს დემოკრატიის საწინააღმდეგო სვლას, მის ახდენს პოლიტიკური ოპონენტების და მოწინააღმდეგების ციხეში გამოკეტვას და აი ამასთან ერთად მითითებულია ასევე სწორედ კანონმდებლობასთან მიმართებით, რომ ისინი შეშფოთებას გამოხატავენ ასევე ამ რეპრესიული კანონმდებლობით, რომელიც იმაზე მეტად, ანუ
მხედველობაში აქვს პროპორციულობის ტესტი, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და რომ ამითი დემოკრატია არ მიიღწევა და ეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროდასავლელი და ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ამ პრობლემებს ჩვენთან განსაკუთრებულად ხედავენ და ეს ყოველდღე უფრო და უფრო მეტად დასტურდება. თვალდიახ, ჩვენთვის ახლა ხანს გახდა ცნობილი, თურმე 18 ივნისს დაუწყიათ ამის ინიცირება, ამ ცვლილებების ინიცირება, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას, არამედ გამოხატვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონშიც შედის ცვლილებები, იქაც გარკვეული პრობლემებია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგანაც ახლა თქვენ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით დაიწყეთ. აქ არის რამდენიმე საკითხი. რა თქმა უნდა, თუ კი გამჭვირვალობას შევეხებით ჯერ, ეს არის მნიშვნელოვანი. ზოგადად, სასამართლო ხელისუფლება, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტო, სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტო, უნდა იყოს გამჭვირვალე. და გამჭვირვალობა არის თანამედროვე მართვის წესის მნიშვნელოვანი პოსტულატი. ამისთვის უამრავი იშრომა საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუტებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, რომ ხელისუფლება და მისი ნებისმიერი ინსტიტუცია ყოფილიყო გამჭვირვალე საზოგადოების თვალში. რას უკავშირდება ეს? ეს უკავშირდება იმ მნიშვნელოვან პრინციპს, რაც ჩვენ გვაქვს კონსტიტუციაში, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი და თუ ხალხია წყარო ხელისუფლების, ესე იგი ხარ რომ ხელისუფლება ხარ და ამ შემთხვევაში სასამართლო ხელისუფლება, შენ ანგარიშვალდებული ხარ ხალხის წინაშე. და ამ დროს გამოვიდა, რომ მთლიანად დახურეს სასამართლო ხელისუფლების ღიაობა საზოგადოების თვალში. აი რაც ახლა თქვენ გააკეთეთ კომენტარი და კახამაც გააკეთა კომენტარი, ანუ აქ რომ გამოვყოთ რამდენიმე საკითხად რომ დავშალოთ ახლა ეს. ერთი არის როგორ უნდა ვაცნობოთ საზოგადოებას სასამართლოში მიმდინარე პროცესების შესახებ. მეორე არის ანუ პროცედურული ნაწილები, როგორ სრულდება მოსამართლის მხრიდან და სასამართლოს მხრიდან. მეორე არის თქვა მატერიალური ნორმების განმარტება, როგორ ხდება სასამართლოს მიერ და თუნდაც სასამართლოს სხვადასხვა ეტაპზე. აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი აქვს ჩაწერილი, თითქოს ჯერ არ გამახვილებულა ამაზე ყურადღება, მაგრამ ჩაიკეტა არა მხოლოდ გადაღება, ფოტოგადაღება და ასე შემდეგ, არამედ გადაწყვეტილებების, მაგრამ იცით რომელი გადაწყვეტილებამდე ვერ მიიღებთ გადაწყვეტილებას, სანამ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება. აი ხო, კანონიერ შესული სასამართლოს გადაწყვეტილება არის უზენაეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ კი უზენაესამდე ავიდა საქმე და გასაჩივრდა და როგორც წესი, ისეთი საქმეები, რომლებშიც პოლიტიკური ისე დგას მდგენელი არის ან სისხლის სამართლებრივი საქმეა, ან მართლაც ბიზნეს ინტერესები დატვირთული საქმეა, თუნდაც სამოქალაქო საქმე, ან ადმინისტრაციული საქმე, უმრავლესად ყველა მიდის თუ მორიგებით არ სრულდება, მიდის აუცილებლად უზენაესამდე. ანუ გამოდის, რომ ჩვენ ხო უნდა წარმოვიდგინოთ, რომ რა ვადებს გულისხმობს საქმეთა განხილვა, ხო? ვთქვათ რა პერიოდია 2 თვე, მერე შეიძლება 5 თვემდეც იყოს, იქაც გასაჩივრების ვადები და ეს რამხელა პერიოდია, ანუ დაინტერესებულ საზოგადოება ვერ გაიგებს პირველი ინსტანციის, apelatsiis, მხოლოდ უზენაესის გადაწყვეტილებას, რომელიც გარკვეული ხო, შესაძლოა წლებით გაგრძელდეს ეს ყველაფერი და პრაქტიკულად ხო, ანუ ზუსტად აი ძალიან კარგად აღნიშნეთ თქვენ, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებათა გამჭვირვალობა და ღიაობა ემსახურება არა მხოლოდ მხარეებისათვის გადაცემას ამ გადაწყვეტილების და მათი ინტერესების გათვალისწინებას, ემსახურება ასევე იმასაც, რომ მე განჭვრეტადობასაც, სასამართლო პროცესების, მოსამართლის ქცევის და სასამართლო საქმიანობის განჭვრეტადობასაც, რომ ნებისმიერ პირს კონდეს მოლოდინი ანალოგიურ საქმეზე, რა გადაწყვეტილებებს იღებს სასამართლო. და ამდენად მისთვის მნიშვნელოვანია პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც, იმიტომ რომ ყველა საქმე იწყება პირველი ინსტანციით და იქ უნდა დაიცვას თავდაპირველად პირმა საკუთარი უფლებები და ინტერესები და ასევე აპელაციის გადაწყვეტილებას და შესაძლოა საინტერესო კი არა მნიშვნელოვანი იყოს ეგრეთ წოდებული შუალედური გადაწყვეტილებებით, რომელიც შეიძლება საბოლოო არ არის, მაგრამ შუალედურია ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებით და მნიშვნელოვანია მხარის ინტერესების დასაცავად. ამდენად მე აქ გადაწყვეტილების ნაწილში რომ დავასრულოთ თემა, რომ აი ღიაობასთან დაკავშირებით და რომელი გადაწყვეტილება, თორე ბევრი შეიძლება
განხილება საუბარი, ფოტოგადაღებაზე ჯერ არ შევეხები. ანუ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ასევე, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თავის დროზე მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებათა ღიაობის შესახებ. იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ გადაწყვეტილებები არ ქვეყნდებოდა, თუ ქვეყნდებოდა, იმდენად დაშიფრული იყო, რომ შეუძლებელი იყო არსის გაგება და გარკვეული დათქმებით, რა თქმა უნდა, და არასრულად გარკვეული დათქმებით და ახლა ეს სრულიად ჩაიკეტა, ასე ვთქვა და მივედით იქამდე, რომ მხოლოდ კანონიერ ძალაში რო შევა გადაწყვეტილება, მხოლოდ ის შეიძლება გადაეცეს პირს. ქალბატონო, ღიაობაზე ნაწილობრივ ჩვენ ვისაუბრეთ, თუმცა იქ არის კიდევ რამდენიმე ცვლილება, რომელიც მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, რომ საზოგადოება მიცოდეს ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. მათ შორის ცვლილებები ეხება გარკვეულ ვადებს. ვადები ეხება როგორც მოსამართლეების, ესე ვთქვათ, გამოცდილების და დაწინაურების ვადებს, 5-დან 3 წლამდე მცირდება, ასევე ეხება სამივლინებო ვადებს, რომელიც იზრდება ამ შემთხვევაში. რამდენად კორელაციაშია ეს ყველაფერი ერთმანეთთან, რისთვის კეთდება ეს ცვლილებები, რა შეიძლება იყოს მიზანი ამ შემთხვევაში მართველი გუნდის? ზოგადად, როდესაც საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონზე, სასამართლო ხელისუფლებებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ამ საკითხებს ვერ განვიხილავთ მოწყვეტით იმ პროცესებიდან, რომელშიც ახლა ჩვენ ვართ და რასაც ახორციელებს ქართული ოცნება, ხო? რამდენადაც მათი მიზანია უკვე მოსამართლეები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს პოლიტიკურად სენსიტიურ თემებზე, პოლიტიკოსები გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ და დააპატიმრეს. თქვენ იცით, რომ ჩვენი კოალიცია ცვლილებისთვის 3 ლიდერია ციხეში, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე, გუშინ ლელოს ორი ლიდერი, ბატონი ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე და გიორგი ვაშაძე, ასევე აი ეს მანამდე ოქრუაშვილი არ გამოგრჩეს ვინმე, იმიტომ რომ ეს ხალხი ბრძვიან სწორედ და იმიტომ არიან ციხეში, რომ მათ წინააღმდეგობა გაუწიეს ქართული ოცნების ამ დანაშაულებრივ რეჟიმს. ამდენად ისინი, როდესაც იღებენ ამ ცვლილებებს, ბუნებრივია ხდება იმ მოსამართლეებისათვის, რომლებიც არის მათი დაკვეთების შემსრულებელი და მეორე მხრივ მათთვის წინააღმდეგობის გამწევი ვიღაცების ჯილდოა და ვიღაცების სასჯელი, რა ფორმით შეიძლება გამოიყენოს? აი მაგალითად, როდესაც საუბარი არის ვადები, ზოგადად მნიშვნელოვანი საკითხია პროცედურების თვალსაზრისით. ვადა გულისხმობს იმას, რომ შენ გარკვეულ სასამართლოსთვის მაგალითად რაღაცა გარკვეულ ასე ვთქვათ გამოცდილებას იღებ და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ხდება შენი შეფასება და ამის მიხედვით დაწინაურება. მაგრამ აი ეს 3 წლიანი ვადა თქვენ წარმოიდგინეთ შესაძლოა იყოს როგორი საკითხი იცით ზოგადად მოსამართლე როდესაც ახლად შედის სისტემაში ის ინიშნება 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით. ამდენად ეს გამოსაცდელი ვადა გულისხმობს რომ შემდეგ კიდევ უფრო უნდა გაიღრმავოს, ხო? თუკი გადალახა ეს 3 წლიანი ვადა და ახლა ჩვენ ძალიან ბევრი მოსამართლე ვნახეთ, რომელიც გამოსაცდელი ვადიდან ნიშნულმა მოსამართლემ განიხილა ეს პოლიტიკურად და მნიშვნელოვანი საქმეები და გამოდის რომ მათ 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა ავტომატურად გარდაიქმნება უკვე იმ ვადად, რომ ისინი დააწინაურონ აპელაციაში. ანუ ეს ყველაფერი ხდება, რა თქმა უნდა, აი ასეთი მათი დაკვეთების და კლანის მოსაზრებების და პოლიტიკის გამტარებელი მოსამართლეების დაწინაურებისთვის. რაც შეეხება ახლა რაც თქვენ აღნიშნეთ, როდესაც ხდება და შეიტანეს ცვლილება, რომ შეუძლიათ მოსამართლემ მივლინებით 5 წლამდე ვადითაც კი ყავდეთ და ანუ ეს უკვე ნიშნავს, რომ ეს არის დასჯის მექანიზმი მოსამართლისთვის, რომელსაც მიაჩნია, რომ შეიძლება სადღაც კონკრეტულ სასამართლოში დაინიშნა და მას სადღაც 5 წლით აგზავნიან. აქ ჩვენ ერთ რამეს უნდა გავუსვათ ხაზი და გავამახვილოთ ყურადღება, რომ ეს იქ განმარტებით ბარათში და კანონშიც მითითებულია, რომ თითქოს რაღაცა საჯარო ინტერესი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ საჯარო ინტერესები და კერძო ინტერესები საჭიროებს ბალანსის დადგენას და პროპორციულობის დადგენას. როგორ არის საჯარო ინტერესი ერთი და იგივე პირის 5 წლამდე მივლინებაში გაშვება, რატომ არ შეიძლება რომ ჩანაცვლდეს და გარკვეული როტაცია გაკეთდეს ამ მხრივ სხვა მოსამართლეების და არ იყოს ეს ერთ პირზე მანდამაინც მიმართული. მაგრამ ეს
ბუნებრივია აი არის მანდატურის თანამდებობის ზეწოლის სარგოს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ესეც ცვლილებები აქამდე განსაზღვრავდა. ეს იყო უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს ექვემდებარებოდა. ესეც რაიმე ტიპის ბერკეტი შეიძლება იყოს, არა ეს ცვლილება ტექნიკური ხასიათის არის თუ შეიძლება ამ ცვლილების გამოყენება. ეს როგორი რაღაც არის, იცით, ფაქტობრივად თქვენ იცით, რომ უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის როლი ნომინალურია, ანუ ის განსაკუთრებულ როლს ვერ ასრულებს და მაინც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან იმართებოდა მანდატური სამსახური. ამდენად აი ეს გარკვეული ტექნიკური საკითხია, მაშინ როდესაც შესაძლებელია რომ არა რაღაცა მესამე რგოლის გავლით მოახდინონ თუ უნდათ რაღაც კონკრეტული თქვა თუ პირატესობების მინიჭება მანდატურისთვის და მანდატური თქვენ ყველამ ნახა, მთელმა საზოგადოებამ ნახა, როგორ ცუდად იქცევა, აი რთულია ახლა მანდატურის საქმიანობა აღწეროს სამართლებრივად, რასაც ის აკეთებს პროცესების მიმდინარეობის დროს და რასაც ის აკეთებს მოქალაქეების წინააღმდეგ და აი ეს საკითხი უბრალოდ არის ის, რომ მანდატურებთან მიმართებითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უნდა რომ პირდაპირ კონდეს ასე ვთქვათ მასზე ზემოქმედების ბერკეტი, ეს ისედაც კონდათ, უბრალოდ ეს ტექნიკური საკითხი აქ არაფერი განსაკუთრებულად არ იცვლება. სხვა თანაბარ პირობებში თუ სასამართლო სისტემა იქნებოდა ამაზე უფრო გამჭვირვალე, სამართლიანი, აღნიშნული ცვლილებები მაინც ნეგატიური კონოტაციის იქნებოდა თუ არა. ანუ რას გულისხმობ, რომ დღევანდელ მოცემულობას ვითვალისწინებთ, როცა ამ ცვლილებებს საუბრობ, თავარი არის მოცემულობა, რომელიც გვაქვს, თავარი არის მართველი, რომელიც ამ ყველაფერს მართავს და ბერკეტები ექნება ხელში, მაგრამ იდეაშიც ეს ცვლილებები რაიმე ტიპის სიკეთეს ემსახურება, შეიძლება ემსახურებოდეს? აი დავშალოთ. აი შეიძლება ემსახურებოდეს ჩვენ თუ კი ვამბობთ რომ სასამართლო ხელისუფლება არის ხელისუფლების შტო და უნდა იყოს გამჭვირვალე და ამ დროს აღმოჩნდა რომ იზღუდება გამჭვირვალობა და ღიაობა. მათთვის მინდა ეს. ხო, აი ეს გამჭვირვალობა და ღიაობა იზღუდება, ეს მე-13 პრიმა მუხლში რო შევიდა ცვლილებები, იქ ასევე ფოტო გადაღება შეიზღუდა, მანამდე შესაძლებელი იყო სხდომის მიმდინარეობის გადაღება და ერთი კონკრეტული ადგილი გამოიყოფოდა ტელევიზიებისთვის, ესეც აიგრძალა. მათ შორის შეუძლებელია ეზოსშიც კი რაიმეს გადაღება, არა მხოლოდ ერეპანში და სხდომათა დარბაზში, ეზოსშიც კი იქამდე ამოღებული იქნა ის მუხლები, სადაც აღნიშნული იყო სპეციალური დათქმა იყო, რომ შეგეძლო ტელეფონის შეტანა და ეხლა ეს მუხლი პუნქტი ამოიღეს მე-13 პრიმა მუხლიდან, რაც იმას გულისხმობს, რომ შეუძლიათ არ შეგატანინონ, არც ეს რაღაცა კონკრეტული თუნდაც პირადი მობილური და ასე შემდეგ და ვიღაცის ნებაზე ხარ დამოკიდებული, რომ თან ატარო თუ არა და აქ ჩვენ გარდა გამჭვირვალობისა და მოსამართლეზე ზემოქმედების კუთხით და ის რომ სასამართლოს და ქართულ ოცნებას სურს რომ მოსამართლეები ყავდეს წნეხის ქვეშ და რომ მოსამართლემ საერთოდ სასამართლო ხელისუფლების და შენობის მიღმა არსად არ გაიხედოს და პროცესზე მოსული მხარეების გარდა არავისთან არ ჰქონდეთ ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, ერთი მნიშვნელოვანი ძალიან ცუდი ცვლილება არის გაკეთებული, როდესაც დიახ, შემოდის რაღაცა სპეციალური კომუნიკაციის წესი, როდესაც მოსამართლე ვერცეთ ტრეინინგში, მათ თვითონაც როა ტრენერი და ექსპერტი ის რომ წაიკითხოს ლექცია, ვერანაირად ვერ მიიღებს მონაწილეობას თუ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამაზე დასტური არ მისცა და თან იმ ორგანომ, რომელიც იწვევს ამ მოსამართლეს, თქვა და თუ გადაწყვეტს მოიწვიოს, აუცილებლად ჯერ შუამდგომლობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა მიმართოს და იქამდე მიდის საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონში ეს ცვლილების ჩანაწერი, რომ აი დათქმა გააკეთეს, რომ აი აკადემიურ თანამდებობაზე თუ არისო მოსამართლეო, იმასო ჯერო ეს არ ეხებაო, ანუ ამ ისო დაასრულებსო იმ აკადემიური თანამდებობის ვადასო და მერე როგორ ჩანს უკვე ყველამ უნდა უთანხმოს, აი ეს ხო ჯერ ერთი ეს რომ ზოგადად პიროვნული განვითარების საწინააღმდეგო მოქმედება და თან ამას იცით რითი ამართლებენ? საოცარი ჩანაწერი აქვთ განმარტებით ბარათში, რომ ესო მნიშვნელოვანიაო მოსამართლემო, რომ სწორადო განსაზღვროსო მართლმსაჯულების ინტერესები. ანუ რა გამოდის? მოსამართლე, რომელიც და
რომ არ შეეშალოსო რამეო და თურმე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე ერთ-ერთი მოსამართლე რომელიც არის, იმიტომ რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივანი იღებს და ისიც ერთ-ერთი მოსამართლეა, იმ მოსამართლეს რომელიც თავად იხილავს ასეთ საქმეებს, რომ ინტერესთა ბალანსები გაარკვიოს საქმეებს განიხილავს, თურმე ის ვერ მიხვდება, სად ექნება მას ინტერესთა კონფლიქტი და ეს უნდა გადაუწყვიტოს მდივანმა. ანუ აი ასეთ ნონსენსამდეა ეს ცვლილებები, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ემსახურება იმას, რომ მოსამართლეები ჩაიჭირონ და მოსამართლეებმა ვერ შეძლონ თავისუფლად თავისი გამოხატვის თავისუფლების რეალიზება, იმიტომ რომ მოსამართლესაც აქვს გამოხატვის თავისუფლება. გაბატონო, მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებები მინდა გისურვოთ საინტერესო საუბრისთვის. ვნახოთ ცვლილებები, რა თქმა უნდა, ალბათ მიღებული იქნება, როგორ მოხდება მათი იმპლემენტაცია და დაახლოებით მოლოდინები უკვე არსებობს. მაია კოპალეიშვილი, პარტია ახალის პოლიტსაბჭოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი და თესეუს პროფესორი იყო. საქმიანი დილას პირდაპირ